დღეს ჩემი სახლის ეპიზოდში გვეყოლება განსაკუთრებული სტუმარი ადამიანი, რომელიც ამ სახლის ყიდვის დღის შემდეგ ამ სახლში არ ყოფილა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მე ამ სახლში არ მოვალ მანამ სანამ ის არ დასრულდება და მოვალ მხოლოდ იმისთვის, რომ დავჯდე და ყავა დავლიო, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დედა ჩემი, გითხარით როგორ გზნობ თავს რის გაკეთებას აპირებ დღეს ჩვენ სახლში? გამარჯობა. მე ვარ ნატა. დღეს ვაპირებ დახმარებას, მივეხმარები და დავალაგებ სახლს. მე მზად ვარ. ოკეი. როგორ შეაფასებდით ჩვენი YouTube-ის ეპიზოდებს? 10-დან 10. რომელია შენი საყვარელი ეპიზოდი? ყველა. არის ჩამოთვალეთ ჩემი მეგობრების სახელები, რომლებიც ამ სახლის მშენებლობაში მეხმარებიან შენგან განსხვავებით და საშა, ელენიკო, ნინი, მარიკუნა, ნინი, აჩა, სოფო, აჩა, ლიკური, არა, აი, და მე. რადგან ჩემ ვიდეოს კომენტარებში ძალიან ბევრი კითხვა იწერება ხოლმე, გადავწყვიტე ეს კითხვები შემეკრა და ერთიანად გამეცა პასუხი. ამიტომ ამ ვიდეოში იქნება ჩემს YouTube არხზე ყველაზე ხშირად დაწერილი კითხვების პასუხი. მაგრამ ამ კითხვებს პასუხს გასცემს დედა ჩემი. ზოგ კითხვას პასუხს გასცემს დედა ჩემი, იმიტომ რომ ცუდ კომენტარებს რომ მიწერთ, მე პასუხს ვერ გცემთ და ეხლა პასუხს დედა ჩემი გაგცემთ. ნატა, პირველი კითხვა არ არის ეს პირველი კითხვა, მაგრამ რას ეტყვი ყველა ჰეითერს ადამიანს, რომელიც ცუდ სიტყვებს მიწერს კომენტარებში? არ დაწეროთ ცუდი სიტყვები და ცუდი კომენტარები. ხო, ამას ნუ გაიგეთებ წამ. საერთოდ ცუდია, როცა გულში ბრაზი გაქვთ და ბოროტება. ადამიანი უნდა იყოს კეთილი, ადამიანი უნდა იყოს გულიანი და ადამიანი თუ რამეს ამბობს, უნდა თქვას მარტო კარგი რაღაცა და არა ცუდი. ცუდის თქმა ძალიან იოლია. აი, კარგის თქმა კიდე? მეგონა რომ ეტყოდი რომ დებილებო, რას უწევთ ჩემს შვილს? გულში მაგას ვამბობ მე. Haters gonna hate. პირველი შეკითხვა, რომელიც არის top 10-ში კი არა, პირველ ადგილზეა ყოველთვის ყველა ვიდეოს კომენტარებში აუცილებლად გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც ამ კითხვას მიწერს, არის არ ჯობდა, მიწა გეყიდა და შენ გემოზიაგა შერმინდა სახლი უფრო ნაკლებიც დაგიჩნდებოდა და თქვენ მართალი ხართ მეგობრებო, თუ თვლით რომ შეცდომა დაუშვიდა ეს სახლი არ უნდა მეყინა და უნდა მეყინა მიწა რომელსაც ავუშენებდი ისეთ სახლს როგორც მომინდებოდა და ლაიქეთ ეს ვიდეო გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ იქნებოდეს მე ამ არხზე იგივე გავაკეთო და ყველას გისურვებთ რომ თუ ეგრეთ თვლით რომ უკეთესია მართლა შეიძინოთ მიწა და აშენოთ სახლი, რაც შეეხება ჩემს პასუხს არის შემდეგი რომ არ ვიცი ეს სახლი ამ სახლის ფასზე მეტი დამიჯდება თუ არა, მაგრამ ის ვიცი რომ მე ყოველთვის მინდოდა ძველი სახლის დაშლა და გადაკეთება. ძველი სახლის არა ძველი, კედლის ძველი ოთახის, როგორც კი, ანუ ჩემმა ოჯახმა მომცა ოთახისა და ჩემეძლო რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მინდოდა, მე ეგრევე ჩამოხსენი შპალერი. გავშპაგლე, დაუგრუნდე, შევღებე, ან სხვა თანმიმდევრობით ჩემი კედელი მოუხატე, მე იატაკი ავაძე და ანუ უკვე იდეალურამდე მივიყვანე ჩემი ოთახი და მივხვდი რომ აღარ ვეტეოდი, ხვდებით და მე დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა და ამ პროექტის გაკეთება. თან მე ვუყურებ უცხოელ ინფლუენსერებს, უცხოელ იუთუბერებს, რომლებიც ძველ სახლს ყიდულობენ და აკეთებენ და მინდოდა რომ საქართველოშიც გააკეთებინა ეს ვინმეს და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს ასევე, რომლებიც იგივეს აკეთებენ, ვიცი, ძალიან დიდი ტვინსჭამარი და ბრავო ყველას. ვიცი რომ ეს კითხვა კიდე ბევრჯერ დაიწერება, მაგრამ მზად ვარ რომ ყოველ ჯერზე გავცი ამას პასუხი. მე ძალიან ვერთობი ამ ყველაფრის კეთებით და მგონია რომ ეს არ არის ეს ერთადერთი სახლი, რომელსაც გავაკეთებ, ანუ აუცილებლად როცა გავთხოვდები მე და ჩემი მეუღლე ავაშენებს სახლს, მე მიწაზე მაგრამ მინდა რომ სანამ შემიძლია რომ ჩემი დრო და ენერგია და შემოსავალი და ყველაფერი გავფლანგო ამსტერდამში მირჩევნია რომ რაღაც უძრავ ქონებაში ჩავდო, რომელიც მექნება და სადაც ვიცხოვრებ და სადაც მოვიყვან ჩემს შვილებს და ჩემს მიშულს ტიტეს, რომელიც ამ ვიდეოს უყურებს, გამარჯობა მამიდა. და ვეტყვი, ნახე, ეს სახლი მამიდა შენ მააშენა. With these hands. ხადამ ვერთობი და გამართეთ რა. შემდეგი კითხვა, no hate, მართლა zero hate. წარმატებები ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს. მე შაშაწინდელი ლინაკო ეტყო და ამ ლინას რომ ანუ გიჟი ხوار ხარ ამ ფულით წადი და მართლა სახლი იქირავე ამსტერდამში და მან დიცხოვრე და ყვავილები გაყიდიან სამხატვროში ჩააბარე მანდ, მაგრამ ახლა ეს პრიორიტეტები მაქვს და პრიორიტეტებს უნდა გავყვეთ მეგობრებო. მგონი ახალ წელს მანდ შეხვდებით.
ჩემი ოცნება არის, რომ ახალ წელს ამ სახლში შევხვდე. ჩემი სახლი გამოიყურება ასე, წინა ეპიზოდში გაჩვენეთ, რომ მთლიანად არის გალესილი და ჩემი აზრით 2 დღეში უნდა დავიწყოთ ზედაპირის დამუშავება, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის, რომ ამ სახლში მაქსიმალურად მალე გავიყვანო გათბობა, მაქსიმალურად მალე დავამთავრო სხვენის გადაფარება, მაქსიმალურად მალე დავუმუშაო იატაკები. და 15 ნოემბრისთვის უკვე უნდა დავდგა ნაძვისხე, რომ ახალი წლის უბრალოდ რო აქ გადმოვიდე საცხოვრებლად მორჩა. მე აქ მხოლოდ მჭირდება სითბო, განათება, კარფანჯარა და ერთი დიდი სავარძელი, სადაც წავგორდები და ეგ სავარძელი უკვე არჩეული მაქვს სხვათა შორის და ძალიან მალე დაიწყებენ მის დამზადებას სხვათა შორის ჩემი ოცნების სავარძელია და შევხვდი მის შემქმნელს დავტესტეთ ერთ-ერთი სავარძელი და ძალიან მომეწონა. დედა ჩემსაც მოეწონა. და მოგეწონა მაშინ სავარძელი? ძალიან. აქვე გამიხარდება თუ მეტყვით, რითი შეიძლება დავუმუშავო ეს იატაკი, ვიცი რომ ციკლოვკა თუ რაღაც ეგეთი არის საჭირო. ვიკითხე და კვადრატულის ფასი არის 30 ლარი, მე დაახლოებით 60 კვადრატამდე მაქვს დასამუშავებელი, რაც ჯამში გამოდის 1800 ლარი, რაც არ ვიცი, ალბათ კარგი ფასია, მაგრამ მე გავიგე რომ ქირავდება რაღაც სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათ შორის ციკლოვკის აპარატი და უბრალოდ მაინტერესებს, უკვე გავარკვიე როგორ უნდა ვიქირავო, მაინტერესებს ვინც იცით შევძლებთ თუ არა ამის ჩემით დამუშავებას. თუ მეტყვით რომ შევძლებ, მაშინ შემდეგ ეპიზოდში მომაქვს ციკლოვკის აპარატი და აქაურობას ვამუშავებ, იმიტომ რომ ჩემი მიზანია რომ ყველაფერი რაში ჩემიზია რომ ფული დავზოგო და გავაკეთო ჩემით, გავაკეთო ჩემით. აქ არანაირი ის არ არის ჩართული რომ ჩემით უნდა გავაკეთო. არა, უბრალოდ ფულს ზოგავთ მეგობრებო. ეს არის ყველაფერი, რაც ჩემი სახლიდან გამოვიტანეთ მანამდე. აქ არის წინა პატრონის საწოლი, აქ არის ეს რომ ჩემო მეგობარმა მაჩუქა სხვათა შორის დღეს გვინდა რომ შევიტანოთ ეს შევიტანთ? შევიტანთ. დიახ და ეს ყველაფერი ერთი ტიპის დაწკაპუნებით უნდა გაქრეს აქედან, მაგრამ გაქრება ხვალ, იმიტომ რომ დღეს გვიან გავიღვიძეთ და გვიან ჩამოვიდით აქ მეგობრებო. მაგრამ ეს ვლოგი მთლიანად დედა ჩემზე და მის შესაძლებლობებზე არის. ამიტომ ამიტომ მოკლე იქნება. შემამჩნია რომ ყველაზე მეტად იყო კითხვა ლინას ვიდეოებზე რომ ჯობდა ახალი სახლი გეყიდა, ან მიწა გეყიდა. მაგრამ მე ხო ვიცი, ჩემი ბავშვობიდან უყვარს ესეთი რაღაცების გადაკეთება, კეთება და თავისით რომ უნდა გააკეთოს. მაგარია, კაია. თავის გემოვნებით გააკეთებს და იქნება ლამაზი გემრიელი სახლი. დედა ჩემი. აი თითქმის რა, კაია, შენი და არის? დედა ჩემია. დედა? მე რას ამბობ? ეს ყველაფერი აქედან გაქრება. მაგარია. კითხვა არა, მაგრამ რჩევა. ვიცი დენი უკვე შეიყვანე, მაგრამ გირჩევ დენის გენერატორი რომ შეერთდეს, ეგ დააყენო. ერთ ოთახში მაინც, რადგან მეც ონლაინ მუშაობ, ქალაქ გარეთ და დენს ხშირად აკრობენ. და ხშირად მთელი გეგმები მეშლება. არ ვიცი შენ კერამდე იქნება ეგ პრობლემა, მაგრამ ამ თაობის პირობებში ეჭვი მეპარება სადმე ბოლომდე იყოს დენის პრობლემა მოგვარებული. მართალი ხარ, დენის პრობლემა არც არ არის მოგვარებული. ძალიან კარგი იდეაა მართლა, კი, აქედან ვაპირებ ალბათ. აქედან ამ სიამდვილეში ამ სახს ვაპირებ, რომ როგორც კი დავამთავრებ, გადმოვიდე და ხატვა გავაგრძელო, ამიტომ გენერატორი დამჭირდება. მაინტერესებს ინანე თუ არა რომ ეს სახლი იყიდა და იცოდი თუ არა რომ ამხელა რემონტი და შრომა დაგჭირდებოდა ამ სახლის შესაკეთებლად. ჯერჯერობით არ მინანია 10 თვე გავიდა გულწრფელად ვამბობ, საერთოდ არ მინანია, იმიტომ რომ შვიდად მძინავს თბილისში, ვიცი რომ თუ მომბეზრდება მეხუთე სართულზე ყოფნა მოვალ და ამ დანგრეულ სახლში ვიცხოვრებ. მართლა. ვიცოდი რომ ამხელა ამბავი დამჭირდებოდა, იმიტომ რომ როდესაც ეს სახლი ვიყიდე არა, როდესაც ამ სახლის სანახავად მოვედი, კარგად გადავუღე სურათები, გავიარე კონსულტაცია ჩემს გამოცდილ მეგობრებთან და ახლობით ვიცოდი რა ეტაპები იქნებოდა საჭირო და ჯერჯერობით წყლის ჩამოსვლაც რო გავითვალისწინოთ, არ ვიცი, საშინელი ფანჯრები რო გავითვალისწინოთ, კედლის საშინელი მდგომარეობაც რო გავითვალისწინოთ, რაც აქ დამხვდა, ეს დასამთავრებელია. ჯერჯერობით საერთოდ არ მგონია და ღმერთმა არ მომცეს ის ეტაპი, რომ ვთქვი, რომ აუ, ამას მართლა არ ველოდებოდი, თქო. რა უყიდულობდი ძველ სახლს, ვიცოდი, რომ საშინელ მდგომარეობაში იქნებოდა და უფრო კარგ მდგომარეობაში დამხვდა, ვიდრე ველოდი, რავი. თავიდანაც ისეთი იყო, რომ შემოხვიდოდი და დაიძინებდი, ანუ წარმოდგენა არ გექნებოდა, რაც უდი კოჭები იყო ზევით. ამიტომ არა, ან შეიძლება იმის ბრალია, რომ მართლა ძალიან რთულია, რომ რამეზე ვინერვილო და ნერვები მომეშალოს. განა იმიტომ, რომ მილიონერი ვარ და შემიძლია რომ 2 წამში შევცვალო რამე პრობლემა. უბრალოდ აი, დედა ჩემი გოგესმით როგორ ლაპარაკობს. ეგრე გაგუზარდა, რომ აზრიად აქვს ნერვიულობას იმ შემთხვევაში თუ რამე გამოსწორებადია და იმ შემთხვევაში თუ რამე არ არის გამოსწორებადი. ამიტომ თუ ერთ თვეში ამ სახლის სახურავს გააკეთებ, რატომ უნდა ინერვიულო სახლის სახურავზე, ხო? არა მართლა.
ჯერჯერობით არ მინანია, პირიქით, იმდენ რაღაცას ვსწავლობ, რომ მიიღეს ეს ყველაფერი. და დედა ჩემმა ჯერ კიდევ ვერ დაასრულა ერთი ოთახის მოწესრიგება. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა. თუ გააგრძელებ ამ ვლოგების გადაღებას სახლის აშენების შემდეგ. და ლინას მოგზაურობის ვიდეოები არა გაქვს ნანახი? არ გაქვს ნანახი არა, ლინა სული იღებს მაგას. გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, ჯერ ამ სახლიდან გავაგრძელებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მე უკვე არ ვიცი, იმედია რომ მორჩება ეს სახლი ჩემს გაყოლებას, ჩემს შემოსავალს ისე მოვახმარ მოგზაურობას, იმიტომ რომ ძალიან მომენატრა და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, Radiohead-ის კონცერტზე წავიდე თუ სახლში კედელი გავლასო და ჯერჯერობით ვირჩევ სახლში კედლის გალესვას და დატკბით ყველა ვინც Radiohead-ის კონცერტზე მიდიხართ, გათიშეთ მობილურები, გაისწორეთ რაც არის გასასწორებელი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ლინაკო, რა დაგიჟდა ეს ყველაფერი? დამიჯერებთ თუ გეტყვით რომ არ ვიცი რა დამიჯდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბოლოოდ ჯერ არაფერი მაქვს დათვლილი. მეტიც შემაჭკვიანა მამეგობრებმა მითხრეს რომ ყველა ხარჯი ჩაიწერეო. მე დავიწყე მაგ ხარჯების ჩაწერა. მე უბრალოდ გადამოიწვა და აღარ გავაგრძელე, უბრალოდ ცუდი ის არის რომ წინა ეპიზოდებში გამორჩენილი მაქვს ხელობის ფასები, ძირითადად გეუბნებით პროდუქტების ფასებს და არახელობის ფასებს, რამაც თლიანად ამერია. მინდოდა რომ ჩემი ვლოგებით მე ხელმძღვანელა და ეგრე დამეთვალა, მაგრამ ну არ გამომივიდა და ალბათ რომ დავასრულებ უბრალოდ ტრანზაქციებს ჩავხედო და ისე დავთვლი. ხაშად რო თქვა, ეს სხვენისი ატაკი დამიჯდა დაახლოებით 5000 ლარი და დაახლოებით 4000 ლარი ჯდება ამის თლიანად გაკეთება, ანუ ხელობა მასალის ფასს არ ჩამოვარდება საერთოდ და ვიღაცები რო წერენ რომ ინფლუენსერები 70%-ს ბარტერით აშენებენ, არა, ანუ რასაც ვაბარტერებ, მაგას ვამბობ რა, მაგრამ ძირითადად 100%-იანი ბარტერი არც ერთ კომპანიასთან მქონია და შეიძლება რომ რაღაც ფასდაკლება გაგიკეთოს, მაგრამ პროდუქტს მაინც ყიდულობ თავის ფასში და ხელობას რა თქმა უნდა ჩვეულებრივად იხდი. ელექტრობის გაყვანა დამიჯდა დაახლოებით 3000 ლარი, იმიტომ რომ ერთი ცალი წერტილი ღირს 30 ლარი და 100 წერტილამდე გამოგვივიდა და საკაბელმაც გაგვიკეთა ფასდაკლება, მაგრამ დაახლოებით 1000 თუ 1500 ლარის დამატება დაგვჭირდა. ნუ კედლების ჩამოყრაში ფაქტობრივად არ გადამიხდია ფული, იმიტომ რომ მე ჩამოვყარე მთლიანად. ფანჯების გამოცვლა, რო ვთქვი, რაღაც 2500 ლარი, ეგეც ხელობი არ იყო და აი ეგრე ლაითად მახსოვს ეგ ხარჯები და ერთიანობაში არ ვიცი, იმედი ამ სახლის ფასზე მეტი არ დაჯდება, მაგრამ ალბათ ბოლოს დავთვლი და მე გადავწყვეტ მომინდება თუ არა გაზიარება, იმიტომ რომ მეც მინდა რომ დავივიწყო ეს ამდენი ხარჯი და ჩემი სესხები და ვალდებულებები და ყველაფერი, მაგრამ მაინც არ უნანობ, იმიტომ რომ სულ რო არ მრჩებოდეს შედეგად სახლი, საბოლოოდ მრჩება ძალიან დიდი ცოდნა და ჩათვალეთ რომ სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე და ძალიან ბევრ ფულს ვიხდი რომ ბევრი რაღაც ვისწავლო. ველოდები რომ მალე დასრულდა შენი სახლის რემონტი. სახლის აშენების შემდეგ რამე ახალ კონტენტ შემოგთავაზებ? სახლის აშენების დასრულებამდე განვიხილოთ ისიც რომ ეს სახლი როგორც კი მივა იმ მდგომარეობამდე რომ ხელოსნები დატოვებენ ჩემს სახლს და ეგ არის ჩემი ოცნება, განავიმეს არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ მინდა რომ სახლი მივიდეს უკვე აი თეთრ კარკასამდე რომ მივა. მერე იქნება ყველაზე ხშირი კონტენტი, იმიტომ რომ დაიწყება ლინაკო DIY, რაც ძალიან ბევრ არხზე მქონდა ხელნაკეთი რაღაცების დამზადება და ამ სახლისთვის ვაპირებ, რომ ძალიან ბევრი ნივთი დავამზადო ჩემით, ამიტომ უფრო მეტი დრო მექნება თან აქ გადმოვალ საცხოვრებლად და დილით როგორც კი გავიღვიძებ, კამერას ჩავთვალ და დავიწყებ პირობითად ერთი კედლის მოხატვას, მეორე კედლის მოხატვას. დავამზადოთ მაგი და სახლისთვის, დავამზადოთ სკამები და რაღაცა ჩავარესტავრიროთ ეს საწოლი, რომელიც არ გადავაგდე იმ იმედად რომ ჩავარესტავრირებდი და ასე შემდეგ. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ხელოსნებს ვერ ვეხმარები სრულად, იმიტომ რომ არაპროფესიონალი ვარ და ვიღაცები ნუ მაბრალებენ, რომ კადრისთვის ვაკეთებ რაღაცას. კი, კადრისთვის ვაკეთებ, მაგრამ კადრს მიღმაც ვაკეთებ, მაგრამ ვიღაცები ნუ მაბრალებენ, რომ თლიანად მევაკეთებ ამ სახლს. არა, მეგობრებო, ხელოსნები იწყებენ, მაჩვენებენ როგორ უნდა გავაგრძელო და მე ვაგრძელებ მარტივ საქმეებს, მაგალითად პერფერატორის გამოყენება. ძალიან მარტივად სახლის დაქსელვა, ელექტრობის გაყვანის დროს, პირობითად გალესვა, მთლიანად ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთ კედელზე ერთ რაღაცას მაინც თუ გავაკეთებ, უკვე ვთვლი, რომ ამ სახლის მშენებლობაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. იცით ამ სახლის სარტყელი ვინ ჩაასხა? მე და კიდე 5 ადამიანმა. იცით ვინ დაამაგრა ამაზე რკინები, რომ სახურავი კოჩთან მიმაგრებული ყოფილიყო? მე და კიდე 3 ადამიანმა. მე სულ 2 რაღაც დავაჭე. იცი სხვენისი ატაკში ვინ ამაგრებს ბოლტებს თუ შურუფებს? მე და კიდე 2 სხვა ადამიანმა.
ამიტომ მაგის გაკეთება სულ მინდოდა რომ უბრალოდ თეორიულად და ცოტა პრაქტიკულად ვცოდნოდა რაღაცები და ეს სახლი მაგის შესაძლებლობას მაძლევს. ჯობდა სპონსორი გეპოვა და მე აგეშენებინა. არ დაგიმალავ, ძალიან ჭკვიანური აზრია, მაგრამ რატომ უნდა დაგასპონსოროს ვიღაცამ, ვისაც შენი შესაძლებლობები ჯერ ნანახი არ აქვს. ამიტომ მგონი ყველა კრეატორს ეგრე უწევს, რომ თავიდან თავისი არ ვიცი, ყველანაირი რესურსი ჩადოს რაღაც საქმეში და შემდეგ შესთავაზოს პროდუქტის სპონსორს. ასევე ძალიან დიდი რიდი მაქვს, რომ ვინმეს რამე ვთხოვო. ამიტომ ძირითადად თუ რომელიმე კომპანიას ვახსენებ ხოლმე, ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რომ თვითონ იწერებიან აი მაგ კომპანიის რომელიმე წარმომადგენელი უყურებს ჩემს ვიდეოებს და მეუბნება, რომ აი მგონია რომ ჩვენი პროდუქტი შენს სახს მოუხდება და ძალიან მიხარია, მაგრამ რადგან ამას დავიწყეთ ლაპარაკი, აქვე დავტოვებ ჩემს ღია გულს ყველა სპონსორისთვის და სპონსორში ვგულისხმობ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თვლის რომ თავისი რეკლამა ჩემს სახს დააკვდება, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც თვლის რომ თავისი პროდუქტი მე მართლა მჭირდება და ძალიან ბევრი პროდუქტი მჭირდება და მე მათ სანაცვლოდ ინფლუენსერები, ანუ ისინი კი არა, ინფლუენსერები კი არა, კონტენტ კრეატორები, ისინი კი არ არიან რაღაც ძარცველები. მე მათ სანაცვლოდ გავუწევ ჩემს მომსახურებას, რაშიც ისედაც ვიღებ ხოლმე ფულს, უბრალოდ გაგეცვლით პროდუქტში. მაგალითად არ ვიცი უფასო ხელოსნებში. არა, მაგალითად არ ვიცი რა მინდა რა, ბევრი რაღაც მინდა, ამიტომ ჩემს ეპიზოდებს უყურეთ და სადაც დაინახავთ, რომ აი აქ ჩემი ტელევიზორი ძალიან მოუხდებოდა, მომწერეთ. და თუ თქვენ გინდათ ჩემი დახმარება, ჩემო მაყურებელო შეგიძლიათ ეს ვიდეო დალაიქოთ და კომენტაროთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და არ ვიცი თუ მაინც ვინმე სპონსორი გინდათ, რომ აი მაკდონალდსში უნდა გაიარო ხოლმე და ბიგ მაკ მენიუ შეიძინო. მაკდონალდს არ ურტყავ ხანა მიაქვს. მოიხსენიათ კომენტარებში მაკდონალდსი და სხვა კომპანიები და უთხარით, რომ ლინაკო დასასპონსორებელია, ანუ სახლი სხვაში განათება არ აქვს. ლინა, გვანახე, როგორ გინდა რომ შენი სახლი გამოიყურებოდეს. არ მაქვს. რეფერენსები არ მაქვს, იმიტომ რომ ყოველ დღე სხვადასხვანაირად მინდა რომ გამოიყურებოდეს, საბოლოო სურათი არ მაქვს გონებაში დახატული, მაგრამ ვიცი რომ უნდა იყოს ფერადი და აქ ყველაფერი იქნება ფერადი და ნახოთ. ნელ-ნელა გაჩვენებთ. აი ეგ არის ამ ბლოგებში ჩემი აზრით ყველაზე მაგარი, რომ არ ვიცით როგორი გამოვა, მაგრამ უნდა გამოვიდეს ძალიან ლამაზი და კომფორტული და დაელოდეთ შედეგებს. მე ასე დვალაგებთ ამ ოთახს რა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამ ოთახების მე-100-ად და მე-1000-ად დალაგებას აზრი არ აქვს მეთქი, მაგრამ აქვს, იმიტომ რომ ყოველ ეტაპზე თითო ფენა ნაგავი გროვდება და შენ თითო ფენას აცლი, რომ მე რაღაც 10 ფენაზე ერთდროულად არიარო რა. რა ფერის იქნება სამზარეულო? მე მგონი ცისფერში, ლურჯში რაღაცა ეგეთი. დამჯდარი. ფერი. ნუ ხო, დამჯდარი. არა. ნაცრისფერ ლურჯთან ერთად რო. რაღაცა ეგეთი. ხო. ნუ მაგრამ შუქი შედის და გაათბობს. ეცაღან ვლაპარაკობდით რაღაცების გაკეთება გეხერხება თუ არა. მე კი არა, დედა ჩემს ეცახერხება. დედა ჩემი გზავს თოჯინებს. კიდე რა შეგიძლია? ყვავილების საიგულებს აწყობს. კიდე რა შეგიძლია? 20 წლიანი პედაგოგიური განათლება კი არა. 20 წელი იყო პედაგოგი და ახლა ქუჩაში მხვდებიან ხოლმე ძალიან დიდი წვერიანი კაცები და მეუბნებიან, რომ მე და შენს მოსწავლე ვარ. მოკითხვა გადაეცი, ძალიან მიყვარს. რა შეგიძლია? აი რასაც მე თუ ყველაფერს გავაკეთე. აი ხო, რაღაც სამკაულებს და რაღაცებს აკეთებს. ანუ craft mama არის და ხატვა შეუძლია, ესე ნახატი არ დაუხატოს, მაგრამ შეიძლება რომ ჩახატოს რაღაცა ან ვინმე და ასე შემდეგ. თლიანი ოჯახი ვართ, ყელოვანები, მეგობრებო. დედა ჩემი ცოტა არტ ქალი არის. მამა ჩემს შეუძლია ხეზე მუშაობა და ყველაფერი შეუძლია. ჩემ ძმა ბავშვობაში ხატავდა მე არქიტექტურაზე ჩააბარა და მე ვუხატავდი მას. ჩემი ძმის ცოლიც არქიტექტურაზე სწავლობდა, ლიკურიც არქიტექტურაზე სწავლობდა. ხო, არქიტექტორი არც ერთი არ არის აქედან, მაგრამ ხატვა ყველა შეუძლია. სურენაც სადარი. ლიკურის ძმას მებროც ხატავს და ახლა ციფრულ ხატვაზე გადავიდა. ლიკური ახლა ამ წამს არის ბათუმში და ხატავს ქორწილში. ლიკური თუ შეგიძლიათ რომ ჩაგვერთოთ დღეს ვიყავი ქორწილში და კაიღო. სახში გინდა წამოსვლა? ლინაკო, კედლების გალესვის შემდეგ რას გააკეთებ? კარგი შეკითხვაა. კედლები როგორც კი, გაილესა უკვე ხო, კედლები დავასრულეთ. ვიწყებთ ახლა ზემოდან დამუშავებას, გაშპაკლას, 2 პირი დაჭირდება ჩემი აზრით. მაგრამ გადავწყვიტე რომ ზედაპირი დავფარო
თეთრად ჯერ თეთრი ცეპერით თუ რაღაცით დამრჩა, იმიტომ რომ ეგ მასალები და გადავწყვეტე რომ ერთი ფენა გადავსვა. გაშპაკვის აპარატებიც არსებობს და ძალიან მარტივია სანდოსთან ერთად მაგის დამუშავება, მაგრამ საშას აქვს ამბიცია რომ ჯერ ხელით ხო არ ვცადოთ რომ ჩვენით გავშპაკლოთო და ჩემი აზრით გამოგვივა, იმიტომ რომ ჩემი ოთახი ჩვენი გაშპაკლულია თან მე პერფექციონისტი არ ვარ, ამიტომ თუ ცოტათი არასწორი კედლები იქნება არ არის პრობლემა. და როგორც კი გაიშპაკლება და დამუშავდება, სასწრაფოდ ვიწყებ გათბობის გაყვანას, ცენტრალური გათბობა უნდა გავიყვანო და ჩემი აზრით მაგით ჩავამთავრებ წელს, უბრალოდ ცითბო უნდა შემოვიყვანო აქ და სხვენი სახურავი გადავხურო, რომ შემომესვლებოდეს და შევძლო რომ დავიძინო. ამიტომ მოდი ვიტყვი რა გაშპაკლა, გათბობის გაყვანა, სხვენის გადახურვა და ერთი სავარძლის დაგდება რომ უბრალოდ დავიძინო. იატაკზე რას აპირებ, სულ რომ გაათეთრე მაგ ცემენტით და შპაკლით, ბნელ ოთახში და სამზარეულოს ჭერზე რა გეგმები გაქვს. იატაკზე ვაპირებ აი ამას, შეხედეთ, დედა ჩემი არის ქვევით და დედა ამოგხედე და ამ ყველაფერს აცილებს. იატაკის ციკლოვკას თუ სწორედ ვამბობ, ვაპირებ და ვეძებ ინსტრუქციას, რომ ძალიან მინდა რომ ეგ ჩემით გავაკეთო და ხელობის თანხად დავზოგო. რაც შეეხება ბნელი ოთახის იატაკს, მანდაც არის ეს ძველი ხედაგებული და არის ბორდოსფრად შეღებილი, რატო ღებავდნენ ბორდოსფრად არ ვიცი. მაგრამ უნდა ავაცილო და დავიყვანო სხვენის იატაკის ფერზე და მერე გავლაკო, რომ ღია ფერის იატაკი იყოს რა. შენი აზრით რამდენ ხანში დაამთავრებ? მოდი დედა ჩემს ვკითხოთ. ჩემი აზრით დავამთავრებ მომავალი წლის ზაფხულისთვის, მაგრამ მაგ დროისთვის შეიძლება სამზარეულო არ იყოს, შეიძლება ყველა ოთახში არ იყოს საძინებელი, მაგრამ ცხოვრებას ყველანაირად ყველა ვარიანტში შევძლებ, იმიტომ რომ მე არ მაქვს მაღალი მოთხოვნილებები, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს გამწოვი, თორე ისე სახში ვერ შემოვალ საცხოვრებლად. მგონია რომ ნელ-ნელა შევიძენ მაგ ყველაფერს, რაღაც ფაზაკლებები დაემთხვევა და ნუ ნახოთ. ახლა იგივე კითხვას დავუსვამთ დედა ჩემს, რომელიც ჯერ კიდევ ერთ ოთახში მუშაობს. შენი აზრით რამდენ ხანში მორჩები ამ სახლის რემონტს და ყველაფერს? ჩემი აზრით ერთ თვეში. ყველაზე დელუზიური ადამიანი დედამიწის ზურგზე. ქვიშა ცემენტით ლესვასთან შედარებით ცეპერით ლესვა მხოლოდ დროის მოგებაა. განსხვავება ცეპერით მუშაობა მართლა უდიდესი დროის მოგებაა. ახლა გაჩვენებთ ბარემ რომ გარედანაც მივასხით დარჩენილი ცეპერით ჩემს სახლს. ეს არ არის საბოლოო ვერსია, მაგრამ გაზაფხულზე გარედან იზოლაციას მივაკრავ და ზემოდან კიდე გადავლეცა, უბრალოდ დამრჩა ეს მასალა და ვიფიქრე რომ გარედან რადგან ბლოკი იშლებოდა, ამით გავამაგრებდი და ძალიან კარგად გამოიყურება ეს მომწონს, ანუ ცოტა weird looks like shit, მაგრამ ჩემი აზრით საინტერესო ფრად რომ გადავღებო, თუ არ დამეწარა, საინტერესო გამოვა. სხვა ცეპერით მუშაობის დროს დავზოგეთ რო გამოთვალე თანხაში, ანუ ცოტა მეტი დამიჯდა ეს, მაგრამ კოლოსალურად ბევრი არა და არ ვიცი, ანუ ჩემს სახლს ქონდა ეგ პრობლემა, რომ იყო ცოტათი ნესტიანი რა, იმიტომ რომ ერთი მხარე აქვს ისეთი, რომ მზე საერთოდ არ ხვდება, მან ხავსი გროვდება, მან წყალი გროვდება და ამ ცეპერზე მითხრეს, რომ არის ნესტგამძლე, ამიტომ შიგნიდანაც და გარედანაც დავამუშავე აი ამით და ისეთი შემადგენლობა აქვს, რომლის სახელიც ამოვიწყდეთ, დავაწერ. რომ აკავებს ყველანაირ ნესტსო და მაგის იმედად გამოვიყენე ეს მასალა. ოფისში დაახლოებით 10 ადამიანის გარემოცვაში ჩემს კომპიუტერთან ვზივარ, ვუყურებ ამ vlogs და ვტირი it's so cute how excited you are seeing დიდი ოთახი almost done. Yes! დიდი ოთახი როგორც კი ერთნაბის გადადგავს წინ განვითარებისკენ, ეგრევე ბედნიერი ვარ ხოლმე, იმიტომ რომ დიდი ოთახი არის ჩემი ოთახი, სადაც უნდა ვხატო და სადაც ჩემი მეგობრები უნდა დავაძინო, ამიტომ კი დიდი ოთახი ჩემს გულში არის და მიხარია რომ სხვასაც უხარია რა. შენ როცა სხვისი კარგი გიხარია, ეს კარგი აუცილებლად შენთან მოვა. და სიხარული ხარ. განათამაშობს ესეთია და იმედა შევწვას უკვე იმენა. არ შეგვიძლია. მაგრამ ლაპარაკობს რა პრობლემაა? ჩვენ გაუმკლავდებით ჰეითერებს. დედა ჩემი ბედნიერებას გისურვებთ. შემდეგი კითხვა არის, კედლების გასქელება რომ მოგიწია, საპირფარეშოს მდებარეობა შეცვალე? ძალიან კარგი კითხვა. იმიტომ რომ კი, მივხვდი რომ აი აქ ისედაც ძალიან ვიწრო საპირფარეშო რომ მიწევდა, ჩემი
კომფორტული საპირფარეშო ვერ დაეტევოდა, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ სხვაგან გადაგვეტანა. დიდი ხანი ვფიქრობდი, გადავწყვეტე, რომ საერთოდ გაზაფხულზე დავიწყო საპირფარეშოზე ზრუნვა, იმიტომ რომ ზამთარში მეტი დიდი სამუშაოების დრო, ენერგია, ფული არ მაქვს და თან აცივდება და სასწრაფოდ უნდა გავათბოთ ეს სახლი, ამიტომ ის თანხა რაც დამეხარჯებოდა ტუალეტის გაკეთებაში ჯობია ჩავდო იმაში, რომ მალე გათბეს სახლი, რომ ახალი წლის ღამეს მე და ჩემი ნასვამი მეგობრები ჩავსხდეთ რომელიმე ფხიზელი მეგობრის სახლში და ჩამოვიდეთ და 1 იანვარს აქ გავიღვიძოთ. გინათ მაგის ვლოგი? ხო და ეს ადგილი დარჩება ასე. ვნანობ რომ აქ არ გამოვცვალე ფანჯარა, მაგრამ ნიკა აქედან გიკვეთავ ეს ფანჯარა, უნდა გამოვცვალოთ და უნდა ამოვლესოთ თავიდან და ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანის რჩევით გადავწყვიტე რომ ნამდვილად აბაზანა და ტუალეტი გამეკეთებინა აი აქ. ერთადერთი ელექტრობის გაყვანის დროს ვერ გავითვალისწინე აბაზანის აქ ყოფნა, მაგრამ ჩემი აზრით აი ამ ხელებით რამენაერად თავიდან დაუქსელავ მაგის მთლიან წრედს და სისტემას, ამიტომ შენი აზრით, შენს დაბადების დღემდე გაკეთდება, რას ფიქრობო? უნდა გაკეთდეს, თუ არ გაკეთდება, მაინც გადავიხდი ჩემს დაბადების დღეს აქ, იმიტომ რომ მანამდე უარეს მდგომარეობაში იყო ეს სახლი და ეხლა უკეთესია და რა თქმა უნდა, ჩემ მეგობრებს ვეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე. გამოგიგზავნით მოსაწვევს, მაგრამ გონებაში გქონდეთ, რომ 20-21 დეკემბერი დაკავებული ხართ. არსად არ მიფრინავთ, არსად არ მოფრინავთ. მოდიხართ ჩემს სახლში. დაიძიემთ ხვენში. აპირებ თუ არა რომ ხვენში გააკეთო საძინებლები, კი, შეიძლება მთლიანად ხვენში არ იყოს, მაგრამ აქ ჩემი საწოლი აუცილებლად იქნება და გაუმართლებს იმ მეგობარს ჩემსას, რომელიც ჩემთან ერთად დაიძინებს აქ. არა მართლა ხვენში მინდა საწოლი, იმიტომ გავაკეთე აქ ფანჯარაც, რომ ძალიან ჩაბნელებში არ ვიყო. აქაც იქნება რაღაც სირბილეები. და ვფიქრობ, ვის და სად შევუკვეთო მართლა აქ რაღაც სირბილეები მინდა, ჯერ არ მაქვს მოფიქრებული, მაგრამ რეკომენდაციას თუ გაუწევთ ვინმე, ვინც კარგ პუფებს შემიკერავს და დამიმზადებს. გამაგებინეთ და კი. და კიდე ერთი შეკითხვა, ბარემ სად ვნახო ასეთი მიტოვებული სახლები, თუ არის რამე საიტიო, ანუ არ არსებობს ცალკე აი ასეთი მიტოვებული სახლებისთვის რაიმე აპი ან გვერდი, ან ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი, მაგრამ My Home-ზე დევს ძველი სახლებით, დანგრეული სახლებით, მაგრამ ეს სახლი My Home-ზე არ მიპოვია, დედა ჩემს ვთხოვე, რომ გაიკითხა ძალიან ბევრ ადგილას ვინმე თუ ყიდდა ესეთ სახლს და იპოვა და ჩემი აზრით ყველა სოფელში და ყველა ქალაქში არის ძველი სახლები, რომლებიც იყიდება ძალიან დაბალ ფასად. უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და კი მზად უნდა იყო, რომ უამრავი დაგიჯდება მაგის გადაკეთება. ანუ მართლა არ ვიცი თუ არა ამ სახლიდან მეორე ეპიზოდი მაქვს, ასეთი კითხვებს ვცემ პასუხს და მანდ ვამბობდა, ეგრე არის რა, აი რაჭაში, ზუგდიდში, ისეთი კარგი სახლები იყიდება, შავი კარკასი, მაგრამ ისეთ დაბალ ფასად რომ მქონდეს ძალიან ბევრი ფული სიამოვნებით დავიწყებდი ესეთ პროექტს, რომ ვიყიდდი ძალიან ძველ სახლს, ძალიან იაფად გადავაკეთებდი, არ მივიყვანდი საცხოვრებელ კონდიციამდე და მე არ ვიცი, გავაჩუქებდი, ვინმე ქართულს ვაჩუქებდი, ან გავყიდდი, მაგრამ ერთი სახლისთვის ვერ აი ეს არის ჩემი ხვენის შუქი. ხედავთ, განათება არ გვაქვს. ამასობაში და ჩემი გადავიდა მეორე ოთახზე, როგორ მიდის სამუშაოები, რამდენად დაიღალეთ? საერთოდ არ დავიღალე. კარგად მიდის ყველაფერი, აი უცებ ვალაგებ, უცებ ბრავო, ვაკეთებ ყველაფერს. მაგარია. ვაგრძელებთ. რაების გაკეთება დაგრჩა. მოდი ვიტყვი იმას, რაც ჯერჯერობით არ მithქვამს. საპირფარეშო უნდა გაკეთდეს, გარე ფასადი უნდა დამუშავდეს თავისი იზოლაციი ან ზევიდან დამუშავებიანად, კედლების, ან სამალიერო სამუშაოები უნდა გაკეთდეს, შპალერის გაკვრას არსად ვაპირებთ, თლიანად უნდა შეიღებოს, დამუშავდეს, რაღაც პანელები გაეკროს, სადღაც უნდა მოუხატო. აბაზანის გაკეთებას ვაპირებ. ავეჯი უნდა შემოვიტანოთ, რაც არასდროს ყოფილა პრიორიტეტი ჩემთვის, იმიტომ რომ ავეჯი უნდა შემოვიტანო, რაც პრიორიტეტი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ მაგაი სამზარეულო უნდა გავაკეთო აუცილებლად, საძინებელი უნდა ბრელი ოთახი უნდა გავანათო. აი მე მთავარი დამოვიწყდა, სხვენი მაქვს შესაფუთი, ან სხვენში უნდა ჩავალაგო ქვაბამბა და მე ზევიდან გადავარტყა ხის პანელები სასწრაფოდ, იმიტომ რომ ზამთარში არ შეგვცივდეს. სხვენი სიატაკი უნდა დავასრულოთ, ეხლა მგონია რომ გაკვეთილს გაბარებ. სხვენი სიატაკი უნდა დავასრულოთ, გათბობა უნდა გამოვიყვანოთ, ტელევიზორი აუცილებლად უნდა დავამაგროთ სადმე.
აუ და სადღაცა რომელიღაც სერიაში უნდა გითხრათ რომ იცით სახლის მშენებლობის დაწყების დროს დამავიწყდა რომ ბუხარიც მინდოდა და იქნება ხა ჩავამაგროთ ვიცი რომ ძალიან ცუდი იდეა იქნება დასრულებულ სახლში ბუხრის გაკეთება მაგრამ უნდა დავტესტოთ იმიტომ რომ ჯერ ფინანსები და დრო და ენერგია არ მქონდა მაგისთვის თუ ღირს ყიდვა ძველი სახლის თუ ხარ მზად რომ 10 ჯერ უფრო მეტად მოგეშალოს ნერვები ვიდრე სტანდარტული სახლის შეძენის და გადაკეთების დროს მაშინ კი ახლა დედაჩემის ხმა არის მის მაგრამ ეგ თქვა რომ დედა სულ სხვა არისო დედა როგორც დაგეხმარება ეგრე ვერავინ დაგეხმარება და ამ დროს ახლა საშამ ვიდეოს რო უყურებს უეჭველი აი ეგეთი არის დედაჩემი ცდება დედები ცდებიან მაგრამ მაინც ჩემი აზრით დედაჩემი რო არ იყოს 7 გაწონასწორებული ადამიანი მე ალბათ სახლიდან წავიდოდი ახლაც წასული ვარ სახლიდან მაგრამ ისე წავიდოდი რომ არც მოუბრუნდებოდი ხვდები ამასობაში დედაჩემმა დაასრულა და ამ თელს სამშენებლო ნარჩენებს ვტოვებთ ჩემი სახლის წინ იმიტომ რომ ეს ადამიანები რომლებიც ამ ყველაფრის გადარანში დღეს მეხმარებოდნენ ხვალ მოვლენ და ჩემი ყოფნა არც იქნება აქ საჭირო ამ ყველაფერს წაიღებენ და მე უკვე შევძლებო რომ სხვერის მასალები რომლებიც ამდენი ხანი სამწუხაროდ გარეთ ქონდა მაგრამ გადაფარებული აქ რაღაცები შევიტანო სახლში და გავაგრძელოთ სხვენის დამუშავება დედაჩემი ბედნიერია იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვენახი ამით ჩემს ვლოგს ვამთავრებთ თითქმის ყველა კითხვას გავიცი პასუხი რაც ჩემი TikTok-ის და YouTube-ის ვიდეოს კომენტარებში დაიწერა დედაჩემს დაამთავრა სახლის მოწესრიგება ამასობაში ასეთი ლამაზი ცა გვაქვს და ახლა დავუბრუნდებით სახლში თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ შეგიძლიათ რომ ამ ვიდეოს კომენტარებში დავწერო კითხვები აქეთ თქო და დამიწეროთ და შემდეგ ეპიზოდებში გავცემ პასუხს და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არა ამრანობრო ეს სახლი ვიყიდეთ და ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის რომ განაუბრალოდ რომ ამ სახლში შევხვდი ახალ წელს არა ახალი წლის ღამეს გადავიღო ასეთი ვლოგი როგორ ხვდები ახალ წელს ჩემს ოჯახში როგორ მიდივარ ჩემს მეგობრებთან როგორ პავლობთ იმ ერთ მეგობარს რომელიც საჯდება საჭესთან და ჩამოგვიყვანს აქ რომ 1 იანვარს ნაბახუსებზე ძალიან ნასვავმა გავიღუწე და ვთქვა აქ რა მინდა და მე გამახსენდეს რომ მთელი წელი დავუთმე ამ სახლის იმ კონდიციამდე მიყვანას რომ 1 იანვარს ზუსტად ეგ გამეკეთებინა კარგი ეტარება რომ არ ვიცი მე უკვე გავეცით პასუხი იმ ადამიანებს ვინც კომენტარებს გვიწერენ და კარგებს ვინც წერენ იმათ რას ეტყვი 10 თვეა ადამიანები მიყურებენ ყველა ეპიზოდი აქვთ ნანახი და გულშემატკივრობენ და რა ვიცი აუ დიდი მადლობა ძალიან კარგები ხართ კეთილები ხართ და ყველაფერი კარგი თქვენ Wow, yeah. ყველაფერი კარგი თქვენ. აბა დრაებით.